ერთი წელი უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან დღეს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. Როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ერთი წელია აქციების მონაწილეების უცვლელი მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. გასულ წელს 28 ნოემბერს ქართული ოცნების მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ქართულ ოცნებაში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქის ცენტრში. მოქალაქეები გამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ქუთაისში აქციაზე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე. გვიან საღამოს თბილისში პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. დემონსტრანტები კი მათ წინააღმდეგ იყენებდნენ პიროტექნიკას. პოლიცია მომდევნო დღეებში ძალადობდა დემონსტრანტებსა და იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მუშაობდნენ. არაერთი დემონსტრანტი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით. მოძალადე პოლიციელთაგან კი ამ დრომდე არავინ არის დასჯილი. ეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
ბიზნესა საპატიმროში პოლიციამ წაიხვა და ბიზნესა დაკავებულია. ბიზნესა გაიტაცეს ხალხო. ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრისა და ამავდროულად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებიდან 1 წლის თავზე ათობით დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, პარტიაში მიღებული გადაწყვეტილება 2028 წლამდე აღარ დააყენონ ევროინტეგრაციის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ევროკავშირისკენ სulis შეჩერებაა და ამავდროულად აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. დიპლომატები, რომელთა შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობას ან მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდა საქართველოს. 130-ზე მეტი დიპლომატი მიმართავს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა. ქართული ოცნების საუბედითი გადაწყვეტილების და განცხადების გაჟღერებიდან 1 წელი გავიდა. ქართულმა დიპლომატებმა, ასე მეტმა პროფესიონალმა, მათ შორის უმრავლესობა მოყვა ქართული ოცნების პოლიტიზირებული განთავისუფლებების ტალღაში და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რეპრესირებული, გზიდან გადახვევა და შეჩერება ეწინააღმდეგება ქართული ხალხის ნებას. ეს არ არის ის განცხადება, რომელზეც ქართულ ოცნებას ჰქონდა მანდატი ქართველი ერისგან. დღეს პრაქტიკულად საგარეო პოლიტიკა არ აგვაქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროში დარჩენილი მომუშავე ადამიანების უმრავლესობას დღის წესრიგი არ აქვს. არ აგვაქვს აქტიური ორქრივი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროპულ ქვეყნებთან. პრაქტიკულად გადასახადის გადამხსდელის ფული იხარჯება გაჩერებულ დღის წესრიგში. აი ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა დღევანდელ საგარეო პოლიტიკაზე. წლის მანძილზე ფაქტობრივად არ გაჩერებულა უწყვეტი პროტესტი საქართველოში, იმიტომ რომ რასაკვირველია, ეს განცხადება არა მხოლოდ არღავს საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ასევე ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას უკარგავს ევროპულ მომავალს. რამდენიც არ უნდა იცოდონ ეხლა მათ, რომ რაღაცა ფორმით ეს გადააბრალონ ევროკავშირს, ევროპას, ეს ფიზიკურად არ გამოდის და რასაკვირველია არის კიდევ ერთხელ ადამიანების ყურადღების გადატანის მცდელობა, ანუ ვცდილობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ ჩვენი ყურადღება სხვაგან გადაიტანო, რეალურად რასაკვირველია ეს ძალა არის მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ აღარა ვართ უკვე, აღარ მოვიაზრებით ევროპაში რეალურად როგორც ნამდვილი კანდიდატი ქვეყანა, აღარა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ და ჩვენთან მიმართებით ფაქტიურად ყველა ინტეგრაციული პროცესი არის შეჩერებული. მათ არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შინ, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს პროცესი ცხადია, ვეღარანაირად ვეღარ დაუბრუნდება ჩვეულებრივ ურთიერთობების რიტმს. აქ ამ პოლიტიკური პარტიის პირობებში მე ფაქტობრივად ვეღარ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აქ მხოლოდ ჩვენ დავიშოვოთ იმაზე, თუ როგორ მოხდება უკვე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე წლით შეჩერების თაობაზე ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის 1 წლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე 2024 წლის ბოლო ერთ თვეში. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შენათქვამი, ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა. პირველ რიგში ის მახსოვს, რომ თავიდან დავინახე ერთი სპეცრაზმელი, რომელსაც ნიღაბი ეკეთა. გადმოხდა ჩემსკენ და დამარტყა და დამაგდო ძირს და მე უკვე ერთ წამში უკვე გარშემო ყველაფერთან მირტყავდნენ. თავზე მქონდა ხელები აფარებული, ყვიროდი რომ თოლად არ დამარტყას, მაგრამ მაინც მირტყავდნენ. გავიდა უკვე ერთი წელი, თუმცა არანაირი არც არავინ არ ყოფილა დაკითხული, ვინმე 10 მეთაური არის დაკითხული ამ საქმეზე, არც ვინმე რიგითი რობოკოპი, რომელმაც შეიძლება იცოდეს ვინ იყო ის ადამიანი, მხოლოდ ის არის, რომ ჩემი ქურთუკი არის გადატანილი ექსპერტიზაზე, უკვე ერთი წელია და ისევ ჯერჯერობით ისევ არ არის დადგენილი არის თუ არა ჩემი სისხლი. რეალურად ამ ადამიანების სემას ქონა ერთი მიზანი და ეშინებინათ ადამიანები, რომ აღარ გამოსულიყვნენ აქციაზე.
თუმცა ჩემი აზრით ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ ხალხს დაანახა რეალური სახე რეჟიმის, უფრო მეტი ადამიანმა გამოიღვიძა დაინახა რეალურად რა ხდება ქვეყანაში. კამერის გავხდი პოლიციის მხრიდან წამების ხორბლი მიკროავტობუსში მომაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანება 11 იანვარს უკვე პოლიციის მხრიდან ძალადობით ძალის გადამეტებით დაკავებული იყო მაშინაც ფიზიკური დაზიანებები მივიღე ორივე შემთხვევაში ვიყავი ჰოსპიტალიზებული და ისევ მე დამაჯარიმეს სამწუხაროდ სასამართლოს ძალით ეს ადამიანები ვართ გაძარცვულებით ამ ყველაფერთან ერთად არც ერთი ჩვენი ნივთი არავის არ დაგვიბრუნებია მათ შორის ფულადი თანხები მათ შორის პირადი ნივთები და ასე შემდეგ ეს ნარკო რაღაც ტესტი რო შემოიღეს პირველივე დღეს აღმოჩნდი მათ სიაში მე მაქვს 72 ჯარიმა ანუ 360,000 ლარით ვარ დაჯარიმებული იმის გამო რომ მე ჩემი ქვეყნის დაცვას ვცდილობ და თავისუფალი აზრის გამოხატვას ვცდილობ ესეც არის რა თქმა უნდა უდიდესი ზეწოლა სამართი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაული, ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არსებობს, რომ ხელისუფლების მართულ პროცესში ჩართულ ადამიანებს არ დასჭირს არავინ, რაც უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინონ მათ და ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ვიდრე ოცნება არის ხელისუფლებაში, ამ დამნაშავეების გამოვლენა არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ სახელგვარები ნაწილის დავასახელეთ, ხო? ერთი წლის განმავლობაში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც ვერ ჩაატარეს. მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია და ეს არის ცხადზე უცხადეს. ადამიანებს, რომლებსაც რაღაცაში ადანაშაულებ, შეუძლებელია ხო კანონსაწინააღმდეგო მიიტანონ ამ საგამოძიებო უწყებაში რამე და აი ფოიეში ჩხრეკენ. ხო, ცინიზმი ეს არის დაცინვა. ერთი წელია მე არ ვიცი, ვინ გამიტეხა თავი, რატომ მედო 7 ნაკერი და მქონდა ტვინის შერყევა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ არის სათვალთვალო კამერები, რომელთაც აი რო გაიარო და მესიჯი რომ იმესიჯო ამას წაიკითხავს საგამოძიებო უწყება. ანუ იმის თქმა მინდა რომ მაღალი გარჩევადობის კამერებია იქ დამონტაჟებული და როცა უნდათ ნებისმიერი კადრის გაშიფრვა შეუძლიათ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტს და არა მათ პროპაგანდისტს, ისინი რა თქმა უნდა ვერ ადგენენ და იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. არავინ არ გამოუკითხავთ ჩემს გარდა და ნუ ეს ფაქტი რჩება ფაქტად, მაგრამ მიზანი ის რომ დააშინონ ან ჩვენი გუნდის წევრები, ან დააშინონ ჟურნალისტები ამ მიზანს რა თქმა უნდა ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ ეს ნაკერები მე აღარც მეტყობა და ვმუშაობ და გავაგრძელებ მუშაობას ცხადია. ჩემ შემთხვევაში მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემაში ცნობილია ვინ იყო ჩემზე თავდამსხმელი, მათ იციან ნიღბის უკან ვინ იმალება, მან მიიღო ამისთვის პრემია, ამ ფულით სახლში რემონტიც გააკეთა, შედეგი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენზე თავდასხმა ივანიშვილის გეგმით უნდა ყოფილიყო მაგალითი სხვებისთვის, რომ თუ არ დამემორჩილებით იგივე მოგივათ თქვენს. და მიიღო საპირისპირო ამ უსამართლობამ, ამ სისასტიკემ საზოგადოება უფრო მეტად განარისხა. დღეს დილიდან ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან და ამ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების ნაწილი, სადაც ფიშერი ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი ამ ეტაპზე დახურულია, რაშიც პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას აკისრებს. სამოქალაქო საზოგადოება თუ არ ყავს და ოპოზიციური სპექტრი თუ არ ყავს, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ამას ალბათ ყველა აცნობიერებს და როცა ოპოზიციური მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა იგეგმება და მიმდინარეობს და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების განადგურება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა შეუძლებელია ასეთ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ევროპაში მიმდინარე პროცესთან. როგორც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი იქნება ისეთ კანონებსაც მივიღეთ მომავალში და ჩვენ ხვდებით რომ ნაბიჯ აგერ ევროკავშირი მოგყვება და კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს ვიდრე ჩვენ მივიღეთ. თქვენ იცით რომ ევროკავშირში მიდის ცვლილებები, ყველგან ჯანსაღი მთავრობები მოდის ხალხის მიერ არჩეული და არა უცხო ქვეყნიდან დანიშნული მმართველები და ევრობიუროკრატები. ასე რომ ცოტაც მოვითმინოთ და ზუსტად ვიცით რომ ევროკავშირი ნამდვილად იქნება ევროპული ღირებულებების და ევროპული ოჯახების გაერთიანება. ის რასაც ჩვენ გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ თურმე როგორ შეიძლება აღნიშნული კანონების მიღება, დღეს თვითონ იღებენ. თვითონ დგამენ იმ ნაბიჯებს, ამკაცრებენ და იღებენ აღნიშნულ კანონ პროექტს, რომ გამჭირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც მაგას ვაკეთებთ. ხო გვინდა რომ გამჭირვალე იყოს და ზოგიერთი ევროპარლამენტარი გამოდის და ეხა სხვა გზებს ვეძებთ და შავხრელებს როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოსშიო. ეს არ გვინდა ზუსტად. ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე.
ქუთაისში AIP საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დაფუძნდა. AIP-ის დამფუძნებლის მარიკა ვაჭარაძის თქმით, ორგანიზაციის მიზანი იქნება მოქალაქეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიაწოდოს. დეзинფორმაციის კამპანიის ფონზე, როდესაც ნატოზე და ევროკავშირზე არაერთ მითს ვისმენთ, ფაქტობრივად ქვეყანაში არ დარჩა ორგანიზაცია, რომელიც ისაუბრებდა ნატოზე, ევროკავშირზე და მოსახლეობას მიაწოდებდა ობიექტურ და მართალ ინფორმაციას. შესაბამისად, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ ეს სივრცე ფაქტობრივად ცარიელი დარჩა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო რაიმე პლატფორმა, რომელიც სწორედ მოსახლეობასთან რეგიონში იმუშავებდა და ჩვენ შევქმნით საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციის სახით, რომელიც იმუშავებს რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მისი დაფუძნება სწორედ რომ ქუთაისში მოხდა და სწორედ რომ სიმბოლურად დაემთხვა 28 ნოემბერს, მაშინ როდესაც ჩვენ გვამცნეს ევროინტეგრაციის პროცესში შეჩერება. ორგანიზაციის სამომავლო გეგმები ძირითადად მოსახლეობასთან ინფორმაციის მიტანას მოიცავს და ფაქტობრივად ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პირველ ეტაპზე იმერეთის რეგიონი, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ასე ვთქვათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიმუშაოთ. მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ და შევეცდებით გავაზრდოთ ის მითები, რომელიც წლების მანძილზე ბოლო 2 წელია განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ვრცელდება. ასევე უახლოეს მომავალშიც ვგეგმავთ რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიგეგმება ქუთაისში, განხორციელდება ქუთაისში და ასე ვთქვათ, შემდგომ ეტაპზე უკვე შევეცდებით, რომ დავფაროთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტები და რეგიონები. ვანში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და მომხმარებელთა უფლებების ცენტრის ორგანიზებით სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ფერმერები და სურსათის უვნებლობის საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ყველანი ვართ მომხმარებლები და სურსათის ეროვნული სააგენტო არის სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება, ვისი პასუხისმგებლობაც არის ქვეყანაში სურსათის უნარობის დაცვა და შესაბამისად როგორ მუშაობს ეს უწყება, რა ფუნქციები გააჩნია, როგორ შეიძლება მოქალაქეები ვეთანამშრომლობთ სააგენტოს, ეს ყველა ინფორმაცია მნიშვნელოვანია და გავაცანით საზოგადოებას საქმეში. საქართველოში უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის არიან ინდოეთის, განას, ნიგერიის, პაკისტანის, ირანის, კენიის, ტუნისის, იემენის, ეგვიპტის, თურქეთის, ჩინეთის, მაროკოსა და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდებარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ქუთაისი პირველ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ქუთაისი მითი და ლიტერატურა ფესტივალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელიც 28-30 ნოემბერს იმართება, მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურად მცოდნეები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები და მომცემლობები როგორც საქართველოსდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან და იაპონიიდან. ქუთაისმა ღირსეულად მოიპოვა უფლება, რომ ემასპინძლა იუნესკოს ეგიდით პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვის. ამ ღონისძიების აღიარებას ისიც მოწმობს, რომ მრავალი ქვეყნიდან, იაპონიიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან არაერთი ცნობილი პირი არის ჩამოსული სამდღიან ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი გახდება ტრადიციული, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს წლიდან წლამდე და ქუთაისი ტრადიციულად იქცევა ამ ფესტივალის ჩატარების ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქად და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს ყველაფერი იმას, რაოდენ დიდი არის ქუთაისში ინტერესი ლიტერატურულ ფესტივალის მიმართ
და რაოდენ მაღალ დონეზე შეუძლია ქუთაისს უმასპინძლოს ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებებს. გულოცავ ქუთაისს კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალის, ლიტერატურული ფესტივალის დაარსებას, რითაც ჩვენი ქალაქი ყოველთვის ამაყობდა და ძალიან ბევრი საერთაშორისო ფესტივალი გვაქვს ქალაქში, რომლებიც უკვე წლებია არსებობს და წლებია ფუნქციონირებს. დიდი იმედი მაქვს იმისთვის, რომ ჩვენს დღევანდელ დაარსებულ ფესტივალსაც დიდი გაგრძელება ექნება, დიდი ისტორია ექნება, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის ისტორიაზე, ჩვენი ქალაქის კულტურაზე, ჩვენი ქვეყნის კულტურაზე არის თეორიული თემა აგებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს. ჩვენთვის ეს დიდი პატივია, მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მასპინძლობას. სტუმრობს არაერთი უცხოელი პოეტი თუ მწერალი. თავად უნივერსიტეტის კონცეფციაში, უკვე ძირეულ ფუნდამენტურ კონცეფციაში დებს და ჩვენი სლოგანიც კი არის ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს. აქ არ მოიაზრება მხოლოდ საუნივერსიტეტო აკადემიური განათლება, არამედ ზოგადი წიგნიერების კომპონენტები ძალიან დიდ როლს თამაშობს. როგორც გვეთქვა, ჩვენ მომავალში აქტიურად ჩავერთვებით მსგავს ღონისძიებებში და ვიქნებით მათი მასპინძელი. 2023 წელს ქუთაისმა იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსი მოიპოვა. სწორედ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში დაფუძნდა ქუთაისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც კულტურათა შორის დიალოგის განვითარებას შეუწყობს ხელს. სამდღიანი ღონისძიება აერთიანებს როგორც სექციურ დისკუსიებს, ასევე წიგნების წარდგინებას, სამუშაო შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალი მოიცავს აქტუალურ ლიტერატურულ კულტურულ თემებს.